გამაგრების დღევანდელი სამუშაო დღე თბილისის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ლილოში მდებარე სასათბურო მეურნეობაში დაიწყო. გიგი უგულავა სათბურის თანამშრომლებთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში მებაღედ მუშაობდა, სადაც მან საყვავილე კონსტრუქციები გააკეთა. ყვავილები გადარგო, მიწა გაანოყიერა და დეკორატიული ბაღის გაშენებაში მიიღო მონაწილეობა. სათბურში, სადაც სხვადასხვა სახეობის 100-ზე მეტი ჯიშის მცენარეა, 120 ადამიანია დასაქმებული. თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისთვის საინტერესოა ყოველდღიურად სხვადასხვა სამუშაოს შესრულება, ამ პროცესში ჩართულ თბილისელებთან გასაუბრება და მათი გამოცდილების გაზიარება. გიგი უგულავას თქმით, მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროფესიის ადამიანის შრომა იყოს დაფასებული და შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა თბილისელებს მიეცეთ დასაქმების შესაძლებლობა. მე კი არ ვამართლებ, უბრალოდ Zeliak, ფინკა კი რაღაც მიკროკრედიტები. და რა მიმართულებით იყო ხოლმე ეს პროცესი? და აბრუნებინე როგორც გინდა. ანუ ამოგებაც თქვენზე. იქ ესეა. ბანკებში არ არის. ის ხო იქ ცალკე სამსახური. აქ შენახარ პოლიციები და ყველა. და ამხოლოდ გამყოლელი რა? სუშველები აქ ვარ კურორტზე საცხოვრებლად ეს ჩვენია. მაგარი განცდა რომ გაივიდა. ეს ჩემი ყვავილი.